მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, მაგრამ პირველ ყოვლისა მივესალმები იმ ადამიანებს, ვისი შემოქმედებაც არის ეს მართლაც და სასწაული ობიექტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც და უნიკალურია. და უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ეს არის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა. დარიალ ჰესი არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით მართლაც და განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ჰიდროელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის. მით უფრო რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში. დარიალ ჰესის აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს დარიალ ენერჯიში შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა ევრობანკის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $123 მილიონ შეადგენს. ამ პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23% გახლავთ. ეს არის ჰიდროენერგეტიკის სექტორში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი. მადლობა მინდა უთხრა ყველა კომპანიას, ყველა მშენებელს, თითოეულ მუშას, ვისი შრომითა და თავდადებითაც დღეს ამ შედეგს მივახციეთ საკმაოდ რთულ პირობებში. და დღეს გვაქვს უპრეცედენტო ტექნიკური საშუალებებითა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრომექანიკური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ჰიდროელექტროსადგური. აუცილებლად მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რამდენად კომპლექსურად მიუდგა მთავრობა ამ მშენებლობას. ამ თვალსაზრისითაც ეს პროექტი გახლავთ უნიკალური. პროექტის განხორციელების მთელი ციკლის განმავლობაში სრულად იყო დაცული გარემოს დაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები. სწორედ ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ დევდორა-კამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსირდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები. ამ სისტემამ უკვე წარმატებით იმუშავა და ჩვენ შევძელით არაერთი სიცოცხლის გადარჩენა. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ გქონდა ძალიან რთული პერიოდი, დევდორაკის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა გზა გარკვეული პერიოდით, სწორედ ამ კომპანიის სრული რესურსი, როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა იყო სახელმწიფოს ინტერესებისთვის მობილიზებული და მე მინდა ლაშა იორდანიშვილს პირადად გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს იყო უპრეცედენტო მაგალითი მხარდაჭერის კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების. დარიალ ჰესის პროექტს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ამ პროექტის ფარგლებში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაწყებულია 200 ჰექტრამდე ტყის გაშენება. აქ ირგვება გარემოსთან ყველაზე თავსებადი ადგილობრივი ხის სახეობები და ტყის განაშენიანების დასრულება დაგეგმილია 2021 წლისათვის. მხოლოდ ამ პროექტის ღირებულება €1 მილიონ მეტია.
გარდა ამისა, უკვე გაკეთებულია თევზსავალი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მდინარე თერგის ბიომრავალფეროვნება. უნდა აღინიშნოს დარიალ ჰესის მდებარეობის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ენერგორუკაზე. ამ ჰესის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ენერგეტიკული საინჟინრო თვალსაზრისით ეს პროექტი გახლავთ ყველაზე რთული ნაგებობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვიყვებოდნენ ამ ჰესის მშენებლები, რომ აქ არის 5 ძალიან რთული ასაშენებელი საინჟინრო თვალსაზრისით გვირაბი, ეს გახლავთ 5 კილომეტრნახევრიანი, 500 მეტრიანი, 2 300 მეტრიანი და 1 150 მეტრიანი, თუ სწორად დავიმახსოვრე, რაც არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი და მე მინდა აი აქ მყოფ მშენებლებს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა, ჩვენს პარტნიორებს მინდა გადაუხადო დიდი მადლობა, ამერიკელ პარტნიორებს და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო ევრობანკს, რომელიც არის საქართველოში ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარების ისტორიაში უპრეცედენტოდ აქტიური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. დიდ მადლობას გიხდით, გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ კიდევ არაერთ ასეთ წარმატებას. დიდი მადლობა. ბატონო ქალბატონებო, ექსპლუატაციაში ეშვება 108 მეგავატის სიმძლავრის დარიალი ჰესი. გილოცავთ.